ორგანიზაციამ ქალი და განვითარება იმ პროექტის პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც გოლში 3 წლის განმავლობაში განახორციელებს. საერთაშორისო ფონდის ქალებისათვის მიერ დაფინანსებული პროექტის განხილვა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან და ახალგაზრდებთან მოხდა. შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც შიდა ქართლის რეგიონში ქალებთან მიმართებაში აქტუალურია. განსაკუთრებული ყურადღება კი თემაზე ქალი პოლიტიკაში გამახვილდა. საჭიროა ნამდვილად ქალების გააქტიურება, ისინი უნდა შეიარაღდნენ შესაბამისი უნარჩვენებით, შესაბამისი ცოდნით, რომ მოვიდნენ პოლიტიკაში ძლიერები, როგორც ლიდერი ქალები. ნაკლებად არიან აქტიურები, გამომდინარე ერთი იქიდან, რომ ცოდნის დონე დაბალია, რაც ნიშნავს პოლიტიკოსი იყო, ძალიან ბევრი ქალი სურვილიც არ აქვს, იმიტომ რომ ხედავენ დღევანდელ გარემოს, როგორც ცხოვრობენ პოლიტიკოსები და არ უნდათ, ზოგჯერ ძალიან ბევრი ის არის დამიზნებული მათკენ და ამიტომ არ უნდათ. კიდევ დეფიციტი არის ჩემო კარგი, მე მინდა გითხრა, კარგი პოლიტიკოსი, ლიდერი ქალების განვითარებას და მათი გააქტიურებისთვის ხელშეწყობას ორგანიზაცია ქალი და განვითარება ახალი პროექტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ასახელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფატი ბუცხრიკიძე ამბობს, რომ რეგიონში ქალებთან აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელება აუცილებელი და მნიშვნელოვანიცაა. სამწუხაროდ დღეს ქალების მდგომარეობა არ არის სახარბიელო, ქალები არიან დაბლა, ძალიან დაბალ დონეზე შემსრულებლები და კარგი შემსრულებლები, მაგრამ ძალიან ნაკლებად წარმომადგენლობით არიან უკვე გადაწყვეტილებების მიღება პოზიციაზე. ჩვენ გვინდა ქალები გაძლიერდნენ იმ დონეზე, რომ ქალმა შეძლოს არა მარტო შემსრულებლის ფუნქციის შესრულება და შემსრულებლის როლის შესრულება საზოგადოებაში, არამედ იგი იყოს გადაწყვეტილებების მიღება პოზიციაზე, რათა უფრო მეტი და სასიკეთო გადაწყვეტილება იქნის მიღებული ჩვენი საზოგადოებისთვის. პრეზენტაციის შემდეგ ორგანიზაციამ საზოგადოებას გასულ წლებში განხორციელებული აქტივობები შეეხსენა და ის გეგმები გააცნო, რომლის განხორციელებასაც სამომავლოდ აპირებს. ქალი და განვითარების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დაგეგმილი თუ განხორციელებული საქმიანობებით ქალების განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ნინო ჩიბჩიური სპეციალურად ქალთა საინფორმაციო ცენტრისთვის გორი.